მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენ 100 გამომწერამდე გვაკლია სულ რაღაც ერთი ბედნიერი ადამიანი, რომელიც ცოდნის მიღების წყურვილით იქნება აღსავსე და მალე ვიქნებით ასნი. ხო და იმ მიასეს დავახვედროთ ახალი ვიდეო. ამ ვიდეოს იდეა გამიჩნდა, რომ რაღაცა უთანასწორობაზე იყო ვიდეო, რომ როგორ შეიძლება აღმოფხვრათ ეს რაღაცა კლასებს შორის განსხვავება, რაღაცა ეგეთი და ერთი ჭკვიანი იძახდა, რომ ჩვენ უნდა დავბეგროთ 100% გარდაცვლილი ადამიანის შემოსავლის და აქედან აღებული ფული გაუნაწილოთ ღარიბებს და ამითი აღმოფხვრით სიღარიბის პრობლემას. ხო და თვლი რომ ზოგადად სიღარიბე ნამდვილად პრობლემაა, თუმცა არანაკლები პრობლემაა, მსგავსი წვეტიანი იდეები და მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ გამომწერებს 100%-ით დაბეგრვა გარდაცვლილი ადამიანის ქონების არ მოგხილავდათ, მაგრამ ეს იდეა წვეტიანი იდეებს შორის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულია. ხო და მოდი მაგიტომ ეს ამოვჩავშავოთ და ავხსნათ თუ რატომ არის ეს იდეა წვეტიანი და არანაირად კარგი როგორც ინდივიდებისთვის, ასევე ზოგადად ქვეყნისთვის. ხო, ანუ ჩვენ თანხვდებით, რომ საზოგადოება შედგება ინდივიდებისგან. და ეს ინდივიდები ქმნიან შემდეგ საზოგადოებას და არა თავის თავში ჩვენ არ ვართ რაღაცა კოლექტივი, რომელიც რაღაცა რა ერთი რაღაცით ვიმართებით ზევიდან ქვევით და არამედ პირიქით რა ქვევიდან ზევით. ნუ ზოგადად ესე უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში. ხო და იმისათვის რომ რაღაცეები სწორად ხდებოდეს, აუცილებელია რომ ამ ინდივიდებს ჰქონდეთ რაღაცა მიზნები, სურვილები, თავისუფლება, ბედნიერების შეგრძნება და ასე შემდეგ. და ამ შეგრძნებებს შორის ფინანსური კეთილდღეობის მხრივ და შესაბამისად როგორც ინდივიდის ასევე ქვეყნის კარგი ეკონომიკური მდგომარეობისთვის მნიშვნელოვანია რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ мотивация. და ჩვენ ასევე როდესაც ვსაუბრობთ ინდივიდებზე, ინდივიდების გამსხვილებული ვარიანტი არის ოჯახი რა. ანუ იდეაში ჩვენ არ ვართ ინდივიდების საზოგადოება, ჩვენ ვართ ოჯახური საზოგადოება რა. მithumetes საქართველოს და ქართული ოჯახები რა. ხო და აქედან გამომდინარე, უნდა ვიმსჯელოთ ჩვენც შესაბამისად, რამდენად საზრიანი იქნება გარდაცვლილი ადამიანის 100%-ით ქონების დაბეგრვა. ანუ რა შეიძლება ამან გამოიწვიოს. პირველ რიგში გამოიწვიოს თუ არა ეს мотиваციის კლებას. აი რა თქვენი ასეთ. ჩემს გამოიწვიოს იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანისთვის და განსაკუთრებულად აი რა ვიცი, მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შვილებს ყველაზე თუ არა მინიმუმ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შვილებს თავიანთი გარდაცვალების შემდეგ დაუტოვონ რაღაცა ღირებული. ისე როგორც თავიანთი მთელი ცხოვრების განმავლობაში ამას ცდილობენ, რომ შეუქმნა შვილებს კარგი გარემო, რაღაცა მისცენ ღირებული ღირსეული განათლება, რაღაცა კარგად ჩაასვან, კარგად დაახურონ, ასწავლონ სრიალი, სპორტზე ატარონ, ყველაფერი, ხო? ამას შეიძლება მატერიალური უზრუნველყოფა ყველაფერს. და შესაბამისად, რაც უფრო მეტად მოტივირებულია ადამიანი, რომ გაზარდოს მისი დოვლათი, რათა დაუტოვოს მისი გარდაცვალების შემდეგ თავის შვილებს, შესაბამისად, ზოგადად საზოგადოებაშიც დოვლათის ოდენობას იზრდება, ხო? და თუ ჩვენ ვიტყვით, რომ შენ გარდაცვალების შემდეგ შენს ოჯახს არაფერი არ ხვდება. შენ გარდაცვალების შემდეგ ეს მიდის ღარიბებთან. ანუ ამითი მოხდება რა? ამით მოხდება ის, რომ გარდაცვალებამდე ადამიანები დაიწყებენ საკუთარი ქონების ფლანგვას და არა ღირებულების შექმნას. და რატო არის ეს ცუდი რა გაფლანგვას რო დაიწყებენ, რა კარგი არ არის გაფლანგვა და რაღაცა რა. ზვირად ღირებული რაღაცა სისულელეებში ფულის ხდა.
რა თქმა უნდა, ცუდია. ცუდია რატომ? ცუდია იმიტომ, რომ ქვეყნის განვითარება პირდაპირ დამოკიდებულია ინვესტიციებზე. ინვესტიციებზე როგორც კაპიტალურ, ასევე პირდაპირ, ასევე ყველანაირ ინვესტიციებზე. და ეს ინვესტიციები ხორციელდება თავისუფალი ფინანსური რესურსების შედეგად. ანუ მე თუ მაქვს პირობითად 1000 ლარი და ჩემი ყოველთვიური ხარჯი არის 200 ლარი და მე 800 ლარი მრჩება, მე ამ 800 ლარს არ ვიტოვებ ჩემთვის, არამედ მე ვახდენ ამ 800 ლარის ინვესტირებას. იმისათვის რომ მე ჩემი ქონება გავზარდო და შემდეგ თვეში უფრო მეტი ფული მქონდა, შემდეგ წელში უფრო მეტი ფული მქონდა და ასე შემდეგ. ეს რაც უფრო გამსხვილდება, უფრო დიდ თანხებზე საუბარი და შესაბამისად უფრო მეტ სიამაყეს ანიჭებს ეს მშობელს. როგორც სიცოცხლის პერიოდში, ასევე მისი გარდაცვალების შემდეგ. ხო, ანუ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვართ რაღაცა კოლექტივი, რომ ჩვენ ვართ ღირებულებებით რაღაცა აღსავსე საზოგადოება, სადაც ინდივიდებს გვაქვს ჩვენი საკუთარი мотиваციები. ეს мотиваციები მოდის ოჯახიდან და შესაბამისად ოჯახიც, ჩვენი შექმნილი ოჯახიც არის ერთ-ერთი мотиваცია, ტრადიციებიდან გამომდინარე, იმ წმენდებიდან გამომდინარე, ყველა კულტურული ფასეულობებიდან გამომდინარე, რომლებიც იქიდან გამომდინარე გვაქვს, სადაც გავიზარდეთ და როგორც გავიზარდეთ. შესაბამისად 100% განაცვლი ადამიანის ქონების წარწმება იქნება როგორც ბოროტება, ასევე ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი. და თუ ჩვენ ვიტყვით რომ კარგით, მაშინ არ დავუბრუნდეთ, მაგრამ როგორ ვახერხებთ, რომ მოვაგვაროთ პრობლემა ამ უთანასწორობის. ჯერ ეს უთანასწორობა ძალიან ისეთი ამბავია რა, უთანასწორო ფინანსური შესაძლებლობა დღევანდელი მდგომარეობითში, ანუ შეიძლება ვიღაცას მილიონერს და 1000 ლარის მქონე ხელფასის ადამიანს ერთ და იგივე რაღაცებს გაკეთება არ შეეძლოს, მაგრამ მთავარი ამბავი არის ის, რომ ჩვენ უნდა უზრუნველყოთ საზოგადოება, სადაც მარტივი იქნება და შესაძლებელი იქნება ადამიანის იდეის სრულყოფა, რომელსაც არ აქვს ამ იდეის საკუთარი ფინანსებით უზრუნველყოფის შესაძლებლობა. და ამითი ჩვენ უნდა ამას ჩვენ მოვახდენთ იმით, რომ მაქსიმალურად გქონდეს რაღაცა თავისუფალი ბაზარი, მაქსიმალურად გქონდეს დაალაგებული რაღაცა საგადასახადო კოდექსი, საბანკო სისტემა და ყველაფერი იყოს იმისკენ მოწოდებული, რომ ადამიანები თავისი ცხოვრების განმავლობაში აგროვდნენ რაც შეიძლება მეტ დოლარს, ცხოვრობდნენ ბედნიერად და იყვნენ თავისუფლები. მარტივად ესე არის. ჩვენ თუ ამას უზრუნველყოფთ, ალბათ ამდენი გაჭირვებული ადამიანი იქნება. და ასევე მე გეტყვით მეგობრებო, რომ ეხლა დავიწყეთ მე და ჩემი მეგობრებმა რაღაც პროექტზე მუშაობა, რომლის მიხედვითაც რაღაცა ჩვენ ხედვებს ამ არსებულ მდგომარეობასთან მიმართებით ჩაგიშლით, გავშლით რა ხდება, რატო ხდება რაღაცები ცუდად, როგორ უნდა ხდებოდეს კარგად და ამ ყველაფერს მე ჩემი ჩანელზე გაგიზიარებთ. მადლობა.